უნიკალური ქართული კულტურული მემკვიდრეობა და საგალობლები კულტურისა და ხელოვნების ცნობილი ფრანგულ-გერმანული ტელევიზიის ეთერში მალე სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდზე მომზადებული ფილმი გავაარდეს. გადამღები ჯგუფი თბილისშია და გადაღებებს აწარმოებს. ღვთისმსახურებისას შესრულებული საგალობლები დღეს სამების ტაძარში გადაიღეს. დოკუმენტურ ფილმში იქნება ქართული მრავალხმიანი საეკლესიო გალობის ნიმუშები და კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის მიერ შექმნილი საგალობლები. მაყურებელი გაეცნობა საპატრიარქო გუნდის 28 წლიან ისტორიას და მის მრავალფეროვან რეპერტუარს. ევროპის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ფრანგულ-გერმანული ტელეარხი არტე სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდზე ფილმს ამზადებს. ერთსაათიან დოკუმენტურ ფილმში წარმოდგენილი იქნება ქართული გალობის ნიმუშები. გადასაღებად სპეციალურად შეირჩა ვნების კვირის და ბრწყინვალე აღდგომის ღვთისმსახურება. ფიქრობ, რელიგიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი მისი ხმაა. ღვთისმსახურებისას შესრულებული მუსიკა ძალიან მომხიბვლელია. ჩვენ ამით დიდი ხანია დაინტერესებულები ვართ. ვიღებთ ფილმებს, რომლებიც სერიებად გამოდის. ერთი ნაწილი შეეხება ქრისტიანობას, მეორე ნაწილი ისლამს, მესამე ინდუიზმს, ხოლო მეოთხე იუდაიზმს. ქართული საგალობლები ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია მართლმადიდებელი ქრისტიანობისთვის. საინტერესოა მოსასმენად და წარსადგენად ევროპის სხვა ქვეყნებისთვის. ამიტომაც ჩამოვედით აქ და ვიღებთ ფილმს წმინდა სამების საკათედრო ტაძარში, საპატრიარქო გუნდზე და მათ მიერ შესრულებულ საგალობლებზე. დოკუმენტური ფილმი არტეს ეთერში მომავალი წლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე გავა. ევროპელ მაყურებელს საშუალება ექნება მოусმინოს საქართველოს სხვადასხვა კუთხის საგალობლებს. საპატრიარქო გუნდის სააღდგომო ლიტურგიაზე ფილიმონ ქორიძის მიერ ჩაწერილ აღდგომის კანონს და ასევე კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის მიერ დაწერილ საგალობლებს შეასრულებს, რომელიც ფილმშიც შევა. რასაც ვგალობთ, ესენი ნამდვილი შედევრებია ძველი ქართული შუა საუკუნეების და ქართული პროტორენესანსის მრავალხმიანობის. ეს არის ჩვენი განშენებული პატრიარქის ლოცვა კურთხევით. ჩვენ ვგალობთ ყველა სკოლის, ყველა კუთხის საგალობელს. ეს არის ქართკახური ნიმუშებიც, ეს არის გელათის სკოლის, ეს არის გურული, სამეგრელოსთან სვანეთის საგალობლები და დღეს ჩვენ შევასრულებთ მსახურების ცენტრალურ ადგილზე ქართკახურ საგალობლებს ჩვენი ერმანი იოსებ ბენესაცხებლეთა დედათა, ნუმტირმე დედაო, სადაც იესო ქრისტე მიმართავს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, რომ ანუგეშებს, რომ მისი ცრემლის და ტკივილის მიუხედავად წინ არის აღდგომის სიხარული. და ეს ღვთისმეტყველება და ეს გზნობები ამ საგალობლებში მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ძველი და არქაული მუსიკა მთელი ძალმოსილებით არის გადმოცემული. აღდგომაზე შევასრულებთ აღდგომის კანონს, ანუ გალობანს ჩაწერის ფილიმონ ქორიძის მიერ, რომელიც არის მწვერვალი ძველი პოლიფონიის, არა მხოლოდ ქართულის. და რა თქმა უნდა შევასრულებთ მისი უწმიდესობის საგალობლებს, მის დაწერილ ფილმებს. ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, რომ სპეციალურად ამ დღეებზე ღვთისმსახურების და გუნდის ჩასაწერად ჩამოვიდა ცნობილი და აღიარებული ევროპული არხი არტე და ისინი ყველა ღვთისმსახურებაზე ჩვენთან ერთად იქნებიან და მაღალყოლადუსამდელოესი პატრიარქის მოსაყდრის შიოს ლოცვა კურთხევით ჩაიწერენ გალობას და გადაიღებენ ღვთისმსახურებას. დოკუმენტურ ფილმში მოთხრობილი იქნება მგალობელთა გუნდის ისტორია. თუ როგორ აგრძელებენ ისინი ქართული მრავალხმიანი საეკლესიო გალობის ტრადიციას, რომელიც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. ფილმი კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს ქართული საგალობლების უნიკალურობას. მთელი წლის ღვთისმსახურებათა ციკლში აღდგომა და მის წინავნების შვიდეული ყველაზე მნიშვნელოვანია და მთელი ლიტურგია ერთი წლის და საერთოდ მას შემდეგ რაც ლიტურგია დაწესდა, მოდის ამ დღეებისაკენ. ანუ ყველა საგალობელი სხვა დღეებშიც აღდგომაზე და მაცხოვრის მსხვერპლზე და ვნებებზე მოგვითხრობს. და ბუნებრივია ყველაზე გამორჩეული და მრავალფეროვანი და მშვენიერი საგალობლები სწორედ ამ დღისთვის არის შექმნილი. ამ დღეებისთვის, აღდგომისთვის და მაცხოვრის ჯვარცმის და ნებების ამსახველი ღვთისმსახურებებისთვის.
სამების კათედრალის საპატრიარქო გუნდი კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 1998 წელს შეიქმნა. სახელმწიფო კამერული გუნდის რეპერტუარი მოიცავს ქართულ ლიტურგიულ საგალობლებს, იოსებ კეჭაყმაძის, გია ყანჩელის, იოსებ ბარდანაშვილის, ზვიად ბოლქვაძის, ენრი ლოლაშვილის და ილია მეორის საგუნდო თხზულებებს, ფოლკლორულ სიმღერებს და სხვა ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებებს. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა გუნდის გამოსვლას 2022 წელს ვატიკანში. გუნდმა ქართული მუსიკა წარმოადგინა მსოფლიოს კულტურულ, სულიერ და რელიგიურ ცენტრებში, წმინდა პეტრეს ბაზილიკასა და სიქსტეს კაპელაში.